Mas pindelo. Saga astora. Wow! Mara. Batariga bichuna, batariga boshuna, batariga bichuna. Xoda. Ზუსტად ვიზეც არის დაწერილი მაგ გიორგუნას მივაგენით რაჭაში. Salami მეგობრებო, რაჭული თავგადასავალი იწყება. ლეჩხუმი მოვიარეთ ძალიან ფანტასტიკურად. ძალიან კარგი დრო გავატარე, მართლა. გადაღების მხრივ თავარი მიზანი რაც ხოდა გადასაღებად ის ვერ გადავიღე, მართალია, მაგრამ იმედია ვიდეოთი ის სიამოვნეთ მაინც. ხო, რაც შეეხება რაჭას. ისეთი გადამწვარი და გადაღლილები ვართ მე და კალე. ეხა პირველ რიგში რასაც ვეძებთ ამ როლაურში რომ შევალთ, კარგი საბანაო ადგილი უნდა ვიპოვოთ, რომ დინარე დავაშროთ, ისეთი მხურვალეები ვართ. ხო, დინარეს ვიპოვრით, კარვის გასაშლელ ადგილს ვიპოვრით, დავიგეგმებით კარგად ხვალისთვის და ხვალიდან უკვე შეუდგებით რაჭულ თავგადასავალს. სანამ ეს ყველაფერი მოხდება, თქვენ ვიდეო დაალაიქეთ, არხი გამოიწერეთ და let's go, წავედით. მიქიაშვილების საცხობი ქვია, ამ როლაურის ცენტრში არის, აი ხვანჩკარას ძეგლი რო დგას მაგასთან პირდაპირ. აქ-აქო ამან ლობიანი, ასეთია, ისეთია. დავაი, აბა დავცხოთ ახლა. აუ, ძალიან გემრიელი ლობიანია რა, ძალიან. აი ზედმეტად გემრიელია. იმენა ერთი ლობიანისთვის ასეთი გემრიელობა, იმენა ზედმეტია. მოусმინეთ გელაპარაკე. ხევის ლობიანი. მოусმინეთ მართლა? Mas pindelo. ლობიანებიდან პირდაპირ წამოვედით აქეთ საბანაოსკენ, მაგრამ გზაში ისეთი მაგარი ადგილი გავაძრეთ, ისეთი მაგარი ბარი გავაძრეთ. იქ დღეს რო არ მივიდეთ და რო არ მოვჯდეთ, შანსი არ არის, ვარიანტი არ არის. სულ თვალზე რომ მოგვიწიოს ეხა კარვის გაშლა. მაინც გავშლი და იქ მაინც მივართ რა.
თბილია? მაგარი. აიმე, რა ის თბილია? ხო არ გადაო. თბილია, არა, ძმაო, მე ამაში არ ჩავალ. შანსი არა აქვს. ეს თუ თბილია, ცივი რაღა არის. ის დიდად. არა, ძმაო, არ ვაპირებ არანაირად. ფეხები მომეყინა ეგრევე. შეკიდე რა წოვლები, შემიძლია. ვაიმე. ცივი წყალი კარგია ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით როცა თვრალი ხარ გახეული. როკი! და მით უმეტეს 2 დღის დაუბანელი. სასიკვდილო ილეთი. საქართველოს სიყვარულშიო, ჯარშიო დაიზახებდნენ. დაცეგ! ირას! ვაიმე! ატოკენი! ერთიც. ძალიან გასწორა. მაგრამ აი წამიერად, რა იმაში ვერ გავჩერდები ასეთ სიუწყალში. შანსი არ არის. უგემრიელესი ადგილი გავჩითეთ, სადაც უნდა დავრჩეთ, ცოტა გავიბანავეთ და ცოტა დავლიეთ კიდეც და რა კარგი მუსიკა იყო, ბიჭო, აი რაც მივედი, აი რა ამდენი მუსიკა ჩაირთო, ეხლა რამდენი ტრეკი იყო და ყველა გამისწორდა. იმენა ფანკი მიდიოდა, დადუღება იყო ფანკის. მერე ქართული მუსიკა დაიწყო და ქართულიც გემოვნებიანი, მოკლედ ძალიან გემოვნებიანი ადგილია რა. Bungalow Changes, ესე ქვია. სავარაუდოდ რაღაცა ფოტოები ან ვიდეოები უმრავლესობას გექნებათ ნანახი, ისევე როგორც მე სად მოვდიოდით არ ვიცოდი. ვიცოდი რომ საბანაო ადგილი იყო და ახლა ეგ რო დამხვდა ეგ ბუნგალო ძალიან გამისწორდა რა. და ძალიან ლამაზი არის. ხვალ დილით აუცილებლად დეტალურად გაჩვენებთ. მე ხა მივდივართ No Bar-ში. უკვე ძალიან კარგად დაიწყო რაჭული ამბავი რა. ლობიანმა გახსნა, უგემრიელესმა ლობიანმა, მაგრა გაგვიხსნა შაქრო. მერე რო გამოვიარეთ No Bar-ში. იდეაში იმიტომ მივედით რომ უნდა გვეყიდა აქაური ჭაჭა. კარგი ჭაჭა რა, ყველაზე ავთენტური ჭაჭა, სად შეიძლება ვიყიდოთ აქაური თქო რა, რო ვიკითხე ეგ ადგილი მითხეს. მერე რო შევიხედე ისეთი როკ-ენ-როლშიკური გარემო იყო, ისეთი როკ-ენ-როლი იყო, რომ მეთქი, კაროჩი საღამოს აქ უნდა მოვიდეთ მეთქი რა, კალეს უთხარი და აღარ წამოვიღეთ ის ჭაჭა. წამოვედით საბანაოდ, მეგონა რომ უბრალოდ რაღაცა დინარეზე მივდიოდით საბანაოდ და რო ვიბანავებდით, მე დავბრუნდებოდით ბარში, მაგრამ აქაც ისეთი მაგარი სიტუაცია გაგვეჩნდა, რავი, აროჩე რა. რამდენად გავიყო აღარ ვიცი რა. ხო და რამდენადაც შევძლებ იმდენად გავიყობი რა. დავიყობი, კი. შეთი ავანთოთ ჯობია. გამარჯობა. მოკლედ რაჭაში შემოსვლისთანავე პირველივე შემხედრ ადამიანებთანაც კი უკვე იგრძნობოდა აი სტუმარ მასპინძლობის და სტუმარ მოყვარეობის სიყვარული და ამბავი და ჩახუტება და გაგება და იგი სიმონ. ყველა ძალიან კეთილად ხდება, ყველა გვესალმება, ყველა გვიღიმის. მოკლედ, როგორც ჩანს, მოტოები აქ ძალიან უყვართ. და მაგასაც თავი რო დავანებოთ, სულ ფეხითაც რო ვიყო დარწმუნებული ვარ, იგივე რეაქციას მივიღებდი, იმიტომ რომ ძალიან მოსიყვარულე და აი კიდე ერთხელ გამარჯობა. ძალიან მოსიყვარულე და კეთილი ხალხი არიან რაჭველები და ძალიან მეტი რო არ შეიძლება. გამასტრო ბიჭო, გამასტრო ჩემი, გამასტრო. მე მგონი მე შემეშალა და სხვაგან შემოუხვიე? არა, არ შემშლია, სწორად მოვედი. I know Bar-იც. დედას გეფიცებით ისეთი გადამწვარები ვართ. აი მოვედით, დავჯექით და ვერც ვლაპარაკობთ, ვერც ვქროლავთ.
ძლივს, რა ვიცი, 15 წუთის მერე პირველი ჭიქა დაასხა აგერკალემ და უყურებთ ასე დასხმულს. ისეთია უყურებთ დასხმულს. არის დასხმული რა, ნუ всё, ხო ასხია რა. ჩვენ, რა ვიცი. გადავიწვით, მაგრამ ეს არის სიცხის ბრალი რა. ისეთ სიცხეში ვიარეთ მოტოციკლედით, ისეთ სიცხეში ვიარეთ, რომ აი ამოწყვეტილები ვართ. უძილობა გასაგებია ხო, ნუ გაგვიძლია უძილობებისთვის, მაგრამ უძილობას რო დაემატა ეს სიცხე, აი გაგვადებილა, რასაც ქვია რა. ისევ ლობიანი შევუკვეთეთ, ისევ რაჭული ვიჩინით. ხო, ნუ ახლა აქ რო ხარ მექსიკური და პიცა 4 ყველის და რაღაცა მარგარიტა და ისინი, იმენა არა რა. ბოლომდე ჰარდკორი რა. იმენა ჩაჭერა ბოლომდე. ახლა გაგვიმარჯვესა კარგად ვიყოთ რა. ეს არის ჩვენი პირველი ჭიქა და და რა მოხდება ვნახოთ. ავთენტური, აქაური ჭაჭა კი მოგიყევით გზაში მოვითხოვეთ, სადვიშოვება თქო და აქაურობაზე მოგვასწავლეს. აქაურობას ქვია ნოუბარ, ძალიან მომეწონა რომ შემოვიხედე. ჭაჭის საყიდლად მოვედი, მაგრამ მეთქი არ წავიღებ, მოვალ და აქ დავლევ მეთქი და მოვედი კიდევოც. ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენა. თიში და მე დავლიე. ხო, ამ პორნოგრაფიას არ გაყურებიოთ. დილით ძალიან მაგარი სიურპრიზები გელოდებათ მეგობრებო. Let's go. ჩვენ ვართ ბექა კობახიძეს და სტუმრად ბუნგალო ჩეინჯს გუშინ კი გითხარით და გაჩვენეთ. ხო და რაჭაში რო ესეთ იდეა მოგივიდეს, ბუნგალო რო ააშენო და სანაპირო გააშენო და რა ვიცი, ჩვეულებრივად ზღვის ვაიბი აქვს იმას, რა ქვია, შეზლონგებია დალაგებული, რაღაცა კოქტეილები, ისეს ძალიან გაასწორა, ხო და მინდა რომ 1-2 სიტყვით აქაურობის ისტორია გაგვაცნო ძმაო და შენი თავი მინდა გავაცნო კიდე ჩვენს მაყურებელს. გამარჯობა, მივესალმები თქვენს მაყურებელს, მოგესალმები ჩემო მეგობარო, ედელი იყოს თქვენი მობრძანება და ყველა წესიერის და ჩამოყალიბებული ადამიანის ჩვენთან. ამით დავიწყებ ჯერ. შემდეგ რაც შეეხება აქაურები ვართ, მეც, ჩემი მეუღლეც, დედით, მამით, დედიებით, ბაბუებით, მოკლედ. მთელი ბავშვობა აქ დავდიოდი და ამ დინარეზე, ეხა სადაც ვართ, ორი დინარე უერთდება ერთმანეთს, ხოტეურა და კრიხურა. ვისვენებდით მთელი კრიხი, პირველ რიგში, იმიტომ რომ კრიხში ვართ. ახალსოფელი, აგერსო მთელი ამბროლაური და მეც ეხა კვაცხუთიდან დავდიოდი რა, აქ ცხოვრობდი ამბროლაურში და აქ მოვდიოდი მთელი ცხოვრება. ქვებით ვაგუბებდით რა, დახრამული იყო აქაურობა. მოკლედ და რავი, ჩემი აზრით მე მომეცა მაგის საშუალება და ღმერთს მადლობა ამისთვის. რომ თან ვალდებულება ავიღე იმისი რომ აქ რაღაცები მეკეთებინა, ადვილი არ არის ნამდვილად, თუ ვინმეს ადვილი გონია, ნამდვილად არ არის ადვილი. ვალდებულება ავიღე იმისი რომ აქ მიმეღო რაჭაში დამსვენებლები სავარაუდოდ, აი რაც არ უნდა თამდაბალი ვიყო 80% მაინც. დიდი პატარა მოხუცი, რა ვიცი, ძაღლი, მათ შორის შეიძლება ღორიც ყველა ისვენებს, აქ ყველას უსწორდება რა და ეს მე რო გითხრა რომ მარტო ჩემი სურვილი იყო, მეს ნამდვილად არ ვიქნები მართალი, ეს იქნებოდა ალბათ ყველა სურვილი, ვინც აქ ისვენებდა.
ისაც ბავშვობა აქ გატარებული. მეზობლებს ვაწუხებდი წყალი რომ მოგწყურდებოდა, ქვებზე ვიწექით და ერთ დღეს რომ გავაკეთებდით. ქვებისგან ნელ-ნელა რო იღებ რა, უკნიდან ზურგიდან. ქვა რო გაწუხებს და შეგერჩობა. მეორე დღეს რომ მოდიოდი და სხვა იწვა იმ ადგილზე, რაღაცნაირი შეიძლება მქონდა არ სიამოვნებ რა და ყოველთვის მქონდა ყველა სურვილი, ალბათ რომ აქ ცოტა რაღაცა კომფორტი მოეწო. ხო, შენ ამუშავარ როგორ რაღაცა კარგად მოიწყო და მიდიხარ მეორე დღეს სხვა არის და ეხა. ხვები როგა გამოლაგებული და ვიღაცა რო სხვა წვება უკვე ხო რაღაცა დაბღვერილი იყურები რა მოკლედ. 2018 წელი იყო მოკლედ მე და ჩემი მეგობარი ვიყავით ჩამოსული, მე თბილისში მოღვაწეობ იქ გავიზარდე. ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდი რაგბის 2001 წელს ვიყავით ჩილეში და მოვიგეთ მსოფლიო ჩემპიონატი. ხო, რაღაც მე საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროში მოღვაწეობდი. მე ძოლი მოვიყვანე მოკლედ დიდი ისტორიები 2018 წლამდე რა. 2018 წელი იყო ჩემი მეგობარი მყავს აქ რაჭაში ჩამოყვანილი. 1-2-3 დღე ჩამოვედით. რა რო ცოტა განტვირთვა მოგვეხდინა და აქაც ამოვიყვანე ერთ-ერთი დღე იყო მოვიყვანე საღამოს და ეს რაღაცა ჩემი იდეის დონეზე არანაირი გამოცდილება. თქვი რომ აი მეთქი აქ ამას გავაკეთებდი. რაც წარმოსახვაში მქონდა ყველაფერი თქვი ამ ჩემ მეგობართან და მოკლედ იმ საღამოს ისე მოხდა რომ მეორე ჩვენი მეგობარია. ეს მეგობარი ვინც აქ ყავდა ჩამოყვანილი ირაკლია ბრეგვაძე. კაი კაცი ჩვენი ძმა და მეგობარი. და მოკლედ ჩამოვედით აქ და ჩემი ისევე ოჯახში ლევან ქვათაძესთან ვიყავით აღმოჩნდით ირაკლისთან ერთად. ხო და იქ სუფრაზე რაღაცა საღამოს ისე და ლევან ქვათაძე მაშინ აქ რაჭაში მოღვაწეობდა. იყო გუბერნატორის პირველი მოადგილე. ერთად გაზრდილები ვარ ჩვენი მეგობარი და მოკლედ სუფრაზე ესე ითქვა რა რომ აიო ჩვენ ძმას ვაგერო რაღაცის გაკეთება უნდაო რა აქო რა ოღონ მე საერთოდ ინიციატივა არ გამომიჩენია ირაკლიმ გამოიჩინა ბრეგვაძე მაგის ინიციატივა ამ ყველაფერს ლევიკომ რომ მოვესმინა ის საღამო მორჩა ისე რომ მე მეგონა რომ ჩეულებრივად გავიარეთ რა საღამო დავთვერით დილას პახმელიაძე ვიღვიძებთ აი ლაპარაკის თავი რო არ გაქვს რა ადამიანს ცუდ მდგომარეობაში მოკლედ და თბილისში ვიყავით წასასვლელი მირეკავს ტელეფონი და ლევიკომ ქვათაძემ ესეო შენო გუშინო რაღაცები რაც ვილაპარაკეთო მინდა რომ ადამიანებს შეგახვედრო ვა ეთილე მეთქი მივედი თან ისიც არ ვიცი რა უნდა ვთქვა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მაგრამ ნუ სიტყვათა მარაგი მეყო რომ გამომეთქვა ის რაც მე მინდოდა ერთი 6-7 ადამიანი დამხვდა ოთახში და ვთქვი რაც ის გაკეთებაც მინდოდა წარმოსახვაში რაც ჰქონდა და კი ბატონო ჩვენ ვიცნობთ შენ ოჯახს ბებიას ვიცნობდით ბაბუას ვიცნობდით აცხონოს ღმერთმა აღარ არიან ცოცხლები არც ერთი და ნუ ამ პასუხისგებლობით გამშვალული გამოვედი ხელს არ შეგეშლით გააკეთე რაც გინდა მოგცეს უფლება აკავრობ კი ბატონო ისე მოხდა რომ ფინანსური არც არაფერი არ მქონდა ეხლა რაღაცები დაჭირდა რა შესაბამისად თბილისში ჩავედი მოვიძიეს ფინანსებიც სახლის უკან ჩემ კორპუსში დიდი ღომში ცხოვრობდი მაშინ ავაწყეთ მთელი უბანი მეხმარებოდა ვიღაცა მდრელი გამოიტანა ვიღაცემის მოკლედ ავაწყე კარკასი იმ დღესვე დავშალეთ ეს კარკასი მე სატვირთო მანქანას დაუდეძე და მეორე დღეს გამოვყევი და ღამის 4 საათზე მანქანის ფარები დავაწყეთ რა პროჟექტორებით აკაურობა რა ერთი ახლა აქ ის არის კიდე სათქმელი რომ სეზონი პატარა არის აქ გასაგები ამ სეზონის დროს ფერადად და ლამაზად ჩანს აკაურობა მომსვლელისთვის და ვაუ რა კაია იწევს ამ ემოციას მაგრამ სეზონის იქეთ აქ მთელი წელია საცხოვრებელი აი მაგ დროს როგორ ხართ რა შვებით აქ რა მეხდება არ ხდება მაგ დროს აკაურობა გვაქვს გადაკეთებული სახელოსნო სადაც თამუნა მუშაობს ხატავს ხო ანუ პროფესიით ხატვარი და ხატავს შესაბამისად მეც დაკავებული ვარ 1000 რაღაცა წვირმანია რომელიც სამეურნეო საკითხები ძირითადად რა რომ აქ სითბო კომუნიკაცია ადამიანებთან ვინც ჩვენი მეგობარია და ყავს დიდი სამეგობრო რომელიც ყველა გვერდში მიდგას და სტიმულს მაძლევენ რა უბრალოდ ნათქვამით რომ ყოჩა ჩემთვის არის სტიმული აი ეს არის სტიმული იმიტომ რომ რაღაცები ვაკეთო აქ და დიდი რეზონანსი გამოიწვია საბედნიეროდ აკაურობამ
შრომაც ბევრი გვაქვს ჩადებული და მადლობა მეც. ნუ ყველაფერი მოწოდების სიმაღლეზე მიმდინარეობს უკვე მე-9 სეზონი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა ჯერ იმისთვის რომ საერთოდ ეს იდეა მოგივიდა და განხორციელება შეძელი და ბაიკერებისთვის მეგობრებო ძალიან იდეალური არის. მე აქამდე აი ბოლომდე სადაც კარავი გავშალეთ საკაიფოდ შეგიძლიათ შემოხვიდეთ დაბყოლების გარეშე არ ჭირდება მას რაღაც სამთომოტოები და ისინი ადვენჩერები ჩვეულებრივი ბაიკით აი სპორტითაც რო იყოთ ჩვეულებრივად შემოხვართ მოგზანდით კომუნიკაცია დაამყარეთ და ყველანაირად შევეცდებით რომ ხელი შეგიწყოთ და გაგისწოროთ სულ ყველას რა ისეთ მაგარ ადგილზე ვართ გასვლას ძლივს მოვაბით თავი რომ გავიდეთ რა კავრებს ვსტოვებთ უსაფრთხოდ არის რაც თავარია კარხალთან ვართ ზურად გავალთ ეხლა ცოტა გავსეირნდებით ქალაქსაც გადავხედავთ ცოტას შევჭამთ აქვე ონის გზაზე შევამჩნიეთ ულამაზესი ეკლესია არაკონის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და ასე არხეინად მივემართებით ზემო რაჭისკენ, რომ დავაგებულოთ მინერალური წყლები, მაგრამ ჯერ არ ვიცით წინ რა გველოდება. გონისკენ მივდიოდით, მაგრამ კლდე ჩამოშლილა და საკეტილი არის გზა ვაგერ მეგობრებო. ვერ გაძურებით რომ მუშაობენ ტრაქტორებით. ამიტომ შემოვლითი გზით მოგვიწევს წასვლა. ონში რო არევიდე, მაგას დაფერმამადიებენ ჩემი რაჭველები, სიმონ. მაგარი სახელი აქვს ნახე.
ქვეჭა მე და ქვეჭა ტიოში. მზის ქალაქი არის on. ხია on. ვაკ, ეხა სეზონი 1 გაქვს, ასე ვთქვათ რა და ახლა კი კაია რომ გამოდის ფილმე და კი მოწოს, მაგრამ დანარჩენი დრო როგორია სიტუაცია? სამთრის პერიოდი რატომ რა ცხოვრობ ჩვეულებრივად მოგები ცხოვრება და არის ცხოვრება, ვისაც უყვარს რაჭა, ყველა ჩერდება, ყველას უყვარს. თავისი კუთხე, ჩვენს კუთხეზე უკეთესი კუთხე მე მგონი არ არსებობს საქართველოში. კაი ვიშნა, კაი კარტოფილი, კაი ჭაჭა, კაი ღვინო. თანაც ჯანსაღი ის საკვები ყველაფერი, რძი არის, ის მაწონია, ის არის ყველაფერი, სუფთა რაც არის. მოდის ის რაჭაში. გამოგები ჩავიკეტებოდი მე წონში. კი, ერთი ზავთარი უცი, ვაი, გზა ჩაიკეტა რა? არა, გზა არ იკეტება. სხვადასხვა არ იკეტება ბიჭებო გზა და ძალიან კარგი გზაც არის. ნუ ეხლა მოტოსთვის არ გამოვა, მოტოთი ზავთარში არა, ავსვლა, მოტოსთვის ის გზა ეხლა რაც არის, ის არის დროებითი გზა და აქეთა გზა რაც კეთება, ის ჩვეულებრივი გზა არის. ეხლა იმ გზას აკეთებენ რომ ზემოდან ჩამოიშალოთ და გადავიდეთ ეხლა. ძალიან დიდი პირობა აქვს რაჭას, ყველაფერნაირად აბსოლუტურად. აქვს თავისი გასახანიც, აქვს თავისი ყველაფერი შესაძლოა. მარტო იმდენა მინერალური წყლები გვაქვს, რომ ის მინერალური წყლები არ უნდა დაიკარგოს, ისე რომ არ გამოიყენოს თვითონ ხალხმა. ყველანაირი პირობა არის იმისთვის, რომ ამოხვიდეთ, გართობა გინდათ გაერთოთ, ჯანმრთელობა გინდათ ჯანმრთელობას მიხედოთ. კი ბატონო. და ნებისმიერ რამე რა, იცურაოთ, რა ვიცი, ზაგარი მიიღოთ და ასე შემდეგ. გზის გაფუჭების გამო დროის ამბავში ვიწვევით, რომ ზევით გვინდოდა ასვლა, რომ ეს მინერალური წყლები გადამეღო და თაბელია გამესინჯა. მაგრად გაასწორებდა, მაგრამ აი ვერ ასწრებ რა, ერთ დღეში, ორ დღეში, სამ დღეშიც კი შანსი არ არის ყველაფერი გადაიღო აქ რა. და ყველაფერი მოასწრო, თუმცა თავარი აქცენტები რაც არის ჩემთვის ახლა ადამიანები და ისტორიები, მე მგონი მაგით დახუნძრული ვიდეო გამოვა და ლამაზი კადრებით. ეხლა ის რომ რაჭა უნდა ნახოთ და ის რომ ძალიან კარგი გზა არის მოტოსთვის. აქ, ნუ ეგ სათქმელი ვთქვი მე მგონი რა. მართლა ძალიან მაგარი გზა არის. აი კიდე სულ ტურისტები დადიან მოტოებით. ქართველები არავინ არ შეხვედრია. და ძალიან გამიტყდა ეგ ამბავი რა. ჩვენი მეგობარი ამოვიდა გიორგი ჯორჯა. და ეხლა საღამოს გიორგისაც ნახავთ. Digni digni diguna batarika bichuna batarika boshuna da batarika bichuna digni digni diguna batarika bichuna batarika boshuna da batarika bichuna digni 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 diguna digni 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 diguna satse bolgan moiler boshuna da bichuna satse bolgan moiler boshuna da bichuna ძალიან კარგი საღამო გავატარეთ გიორგისთან ერთად. ჯერ აქ სვით ცოტა ბუნგალოში, მერე ცოტა ნოუბარში ვსვით. მოკლედ რაჭა არის ადამიანი რა. ყველას გეცოდინებათ ეს სიმღერა ტაში გიორგუნა აღუსვა იმოსუნა. ხოდა ზუსტად ვიზეც არის დაწერილი მაგ გიორგუნას მივაგენით რაჭაში. როგორ ახარ ძმაო? დიდი მადლობა მობრძანებისთვის, კარგად გოგბრძანდებით და მადლობა. კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა. ბიჭო, რა მაგარია ეგეთი კაცი რო ხარო, ეგ თელმა საქართველოს რო იცი ეგეთი და შესერო არის. არ ვიცი ხა ფართ საზოგადოებამ თუ იცის და საერთოდ ეგეთი გახმაურებული ამბავი თუ არის, მაგრამ მე პირველად გავიგე აქ. საკმაოდ. ეხა ვინც მაშინ რა ქვია, ცეკვებში ჩახედულია რაჭული ცეკვის გარეშე თითქმის ქორწილი არ თორდება მარტო რაჭაში და თბილისში არა სხვადასხვა კუთხეებშიც კი დაჟე. ხო, ყველგან ეგრე. ხო, პასუხისგებლობას არის დიდი რა თქმა უნდა, რომ ეხა ეს გიორგუნა ხარ ერთხელ ორჯერ სამჯერ მოვედო ფართო საზოგადოებას და ბედნიერი ვარ, რომ პატარა 39 წლის უკანდელი ლექსია რა. და ხო. მუსიკა ცალკე დაიწერა თუ ერთად? არა. ეგ როგორ არის? ეს ლექსი ხო არის ბაბუაჩემის გიგასი და ის ძველი რაშოვდა ქვედრულა ეს რაჭული მუსიკა ხო რაჭულ მუსიკაში ჩაისვა ეს მოკძალებული შემიქსული ხო აი ძეგლი ვნახე იქ დათუნიკას ბიძაჩემს ბიძა არის შენი ამა ჩემი ძმა რომელმაც დადგა მე ეს რაჭული თავისი ვარიანტი რა ეს რაჭული ცეკვის ხო იყო როგორ არის რაჭულები თვითონაც ბევრჯერ თქვა რომ
სხვადასხვა კუთხეში, სოფელში, უბანში, ბირჟაზე, სანახშოზე რო ეძახიან. თავი იცეკვებოდა ეს რა თქმა უნდა, მაგრამ მე ეს გარეთვე იქვე. ხო, კრებული, გააკეთა რა. იქ კვედრულად ჩაისვა რაღაცა აშოვდა ეს და ამაში გაიარა ტაში ბიჭო გიორგუნომს. რაცაც ვარიანტი იყო, ისეკვა კიდევაც მე თვითონაც ეგარში, შინში, რუსთავის ანსამბლში. აბა აქაურობაზე თქვა, ახლა ერთი-ორი წვა რა საქმიანო ხო აქ? როგორ მიდის ცხოვრება? კაი სეზონი ერთი, კაია, გასაგებია და ყველა მოვდივართ ამ ერთ სეზონზე, გვიხარია მოგწოს და ფერადად გვეჩვენება. დანარჩენი წელი რა შევით. სულ აი სატელევიზიო მეკითხებიან სულ აი ტაში ბიჭო გიორგუნა, ტაში ბიჭო გიორგის კარგია და თან ცოტა უხერხულიც არის საკუთარ თავზე და ოჯახზე ისაუბრო, მაგრამ ეგ ხალხმა უნდა შეგაფასოს როგორ ცხოვრობდა, როგორ მოგვაწეო, ხო? მაგრამ ამის გარდა არის რაჭა ახლა ზაფხულზე რომ გადაავლო თვალი ძალიან კარგია, მაგრამ ზამთარში ცოტა არის სირთულეები. თუმცა თუ გიყვარს, ვფიქრე ამასაც უძლებ ადამიანს. კი, აი ონში მითხრა ერთმა ქალბატონმა, რომ მაგალითად წისულებსაც ვხედავთ რაღაცა კი, რა თქმა უნდა, ამას ვერ დაუკარგავთ, ლამაზდება და რაღაცა. ცდილობენ მთავრობას და მხედრობას რო იტყვიან, რომ კარგად იყოს ეს ყველაფერი მოწესრიგებული და ძალიან კაია, ძალიან მიხარია. ჩვენ დაუბრუნდით რაჭაში. ეს არ ვიცი თუ ოდნავ ვინმეს საშუალება აქვს თუ ვინმეს აქ აი ამ მოწყობილი ცოტა ელემენტარულად არ არის რთული რა, რო იტყვიან ერთ-ერთმანეთის მხარ ადვილია მაინც გაძლება კი ბატონო. ისე რა საქმეა რომ გარდა ფოლკლორისა, ხაც ფოლკლორი ანსამბლ საგალობელში მომღერალი ვარ და ამბროლაურის სერვის ცენტრია ესეთი ჩვენი სამსახური და მემსახურებით თქვენ მურაჭის სოფლებს რაღაც გზების მოწესრიგება, ის ნაზამთრი გზები, ის რაღაცა სულ სამუშაო. აი ეს ორი სამსახური მაქვს და ახლა ეს ჩემი მთავარი მაინც ოჯახური და გენეტიკური ეს არის რომ ფოლკლორი და სიმღერა რა. აუმარჯოს რაჭას და რაჭას. ძალიან დიდი მადლობა ბიჭებო, გენაცვლეთ. მობრძანებით. ამაგარი ადამიანი გავიცარი ხალხობას თაზე ხარ, ლეგენდა არის მე. თუ გაიხსენებ შებიძაზე ვიცი რომ კოლორიტი კაცი იყო და ენაწყლიანიც და კაი ამბების მომყოლი. მაგარი თამადა იყო. საოცრად კითხულობდა ლექს, სცენაზე იყო რა და სამწუხაროდ ისე სამწუხაროდ ის კარგი ამბები ისე მიგავიწყდება ხოლმე, იმდენად მე ტრაგიკულად დაიღუპა რომ სულ ყველაფერი გადაფარა იმ გარდაცვალებამ. ხო და ეს 30 ახლა ახალი წლის წინა დღეს გარდაიცვალა სცენაზე რა. ამის გარდაცვალებას რაღაცა ესეთი ტრაგიკული იყო. ახლა არა სცენის კაცი იყო და მე მგონია რომ მე თვითონაც არტისტი ვარ და რაღაცას მე მგონია მაინც არ ამწდება და თუ მაინც ეს არის იყო სცენაზე მაგის დედასვატი რა. ისე აი თუ არის მაგის რაღაც არ დავამძიმოთ სიტუაცია თქო, თორე ესე იგი ერთ სუფრაზე თამადობს და ამბობს სონებული დიდი ქართველის გიგა ჯაფარიძის სადღეგრძელოს და გიგა ჯაფარიძემ გიორგი საკაძე რო დადგა ამბროლაურის კულტურის სახლი გაიხსნა, ანუ გარემონტა და მის შემდეგ დაიდგა გიორგი საკაძის როლი შეასრულა და ბოლოს რო გამოვიდნენ თავი დახარა ბატონმა რეჟისორმა გიგა ჯაფარიძე გავიდა კულისებში გახდა სუდად და გარდაიცვალა მალევე. ვა. აი ემოციიდან იმ რა ქვია ხალხის იმიდან ამიდან ყველაფერზე იმოქმედა. და მე ამბობდა სადღეგრძელოს ეს სუფრაზე რომ თუ კაცო სიკვდილი გიწერიაო, აი როგორც გიგამ მოიხადა ღირსეული ვალიო რა. შექმნა ის, გამოვიდა ხალხის სიყვარულიც მიიღო და გავიდა აი ამ დათოსუს სხვანაირად აუხდა ვაფშე. დაასრულა სიმღერა, აი მორჩა და ყველას რო ეგონა რომ თავი დახარა მადლობის სათქმელად და ჩავარდა და უდარნიკებში რა. ვა. ვა, ჯვარიეთოს, მაგრამ რაღაცა გიხდება ადამიანს ხო ეს. ესეთი რა ქვია და დაძაბვის გარეს ესაუბარი არ მქონია თქვენი დამსახურება. რა დაძაბვა რა შუაში. მადლობა მინდა მოვხადო მართლაც ვინც ჩვენ ერთმანეთს დაგვაკავშირა თამოდა გიო ვენაცვალე უფრო ადამიანები არიან და უნგალო ჩემი ძმა და მეგობარი ჩემი ბექა თავის ოჯახით ვენაცვალე და წარმატებები მინდა უსურო. აი ესეთ ადამიანებზე დგას პატარ-პატარა კუთხეები შენი რაიონი ბარათად გადაიცა აქაურობა. ნამდვილად აი არაფრიდან ნახე როგორ შექმნილია ყველაფერი და მიხარია რა ტურის მოყვანას მიხარია ისიც მიხარია რომ ხალხს უხარია. გუშინ უამრავი მესიჯი მომივიდა რომ გავს თორე რა ადგილიაო და ისე გამეხარდა რომ ამ ხალხს პასუხს ვცემდი რომ აქ არის მეთქი აქ არის ასეთი ბაიკისთვის აი როგორ ვიქნა ბაიკ ფრენდლი ადგილია
პატივსქცევენ, აი კარვის ადგილი გამოგვიყვეს რაღაცა 7-ად ისეს ყველაფერი. ძალიან კარგად, რა ვიცი, აკვაკოფილი ვარ რა და ძალიან დიდი მადლობა, ძმაო, ძალიან დიდი მადლობა და იმ კარგ საქმეს სამადლობელი თქვენ, ბიჭებო, გენაცვალეთ. არა ერთმა ადამიანმა მითხრა შესახებ, რომ ჩაწერე, გადაიღე, ხალხს აჩვენე, იმიტომ რომ აქაურებისთვის საყვარელი ადამიანი ხარ და გუნდათ რომ სხვებმაც გაგიცნო. უგემესი მადლობა ყველას და თქვენთვისაც და სხვებისთვისაც დაგვებრუნებინოს ის დიდი სიყვარული, რასაც გძნობთ ადამიანებისგან. ძალიან დიდი მადლობა აი ამ დიდი გულწრფელი და ალალი და კეთილი საუბრისთვის. მე მგონი ძალიან მაგარი კაცი გაგაცანით მეგობრებო. ესეც აქაური ყველაზე აქაური. მოკლედ ძალიან გვიჭირს აქაურობის დატოვება და წასვლა. მართლა, იმიტომ რომ ისეთი სტუმარმასპინძლობა, ისეთი სიყვარული, ისეთი ეგრევე დამეგობრება მოხდა აქ, რომ რავი, აი ძალიან გვიჭირს აქედან წასვლა და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა ბუნგალო ჩეინჯს იმისთვის, რომ აქაურობის სავიზიტო ბარათი გახდნენ. ეს ერთი და აქაურობას კარგად ბიჭებო, აქაურობას სახელი გაუთქვეს. მერე მეორე ესეთი კარგები რო არიან. ნაღდი ადამიანები რა. კარგი ქართველები. მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით. ეხლა გიორგ უნასთანაც საუბარი რო გქონდა, კადრს მიღმა, იქ ვისაუბრეთ, რომ ძალიან კარგი გადასაღები არის შემოდგომის მეორე ნახევარი აქ და თან არასეზონურ დროსაც აქ რა ხდება. საინტერესო არის ჩემი აზრით მაყურებლისთვის და აუცილებლად ეს იყო რაჭის ვიდეოების პირველი ნაწილი და მეორე უკვე დაგეგმილია და ჩვენ აქ აუცილებლად დავბრუნდებით რა. გიორგი მოგვიყვანა ძალიან ლამაზ ადგილზე. თან რა თქმა უნდა ლობიანებით დახუნძლული. მე გავქრებით როგორც ნიავი ეს. გამარჯობათ.
მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რომ უყურებთ ვიდეოს. ძალიან დიდი მადლობა ჩემ ხარდამჭერ კომპანიებს Action Pros, Hells, Helmetariums. ასევე ძალიან დიდი მადლობა Lot Riders იმისთვის რომ ესეთ მოტკიპულ მდგომარეობაში ყავს ჩემი კვიცი. მე მგონი ისიამოვნეთ. მე მგონი კარგი გამოვიდა ეს ვიდეო. ხოდა თქვენს თუ ეგრე ფიქრობთ, ლაიქით გამოხატეთ და არხი გამოიწერეთ. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. აბა კარგად.